არგუმენტები აქვს CEMEX ელექტროენერგიის ტარიფის გასაზრდელად ამ და სხვა თემებზე გიყვებით რამდენიმე წუთში. BP ტრანსის დამფუძნებელი ესპანეთში დააკავეს. ბიჭიკო პაიკიძის ადვოკატის განცხადებით ექსტრადიციის პროცესი დაწყებულია. მას ბრალი რამდენიმე მოხელთ აქვს წარდგენილი, მათ შორის სახელმწიფოს კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლებაზე. საქართველოდან ყირგიზეთში $1.3 მილიარდი 39,000 ავტომობილი გავიდა, თუმცა ადგილზე მხოლოდ 24,206,000 მანქანა ჩავიდა. მესამე კვარტალში ელექტრონული კომერციის ტრანზაქციებზე საშუალო დანახარჯი $62,700 იყო, რაც გასულ წლებთან შედარებით რეკორდული მაჩვენებელია. დღეს მდგომარეობით ექსპორტზე 20,000 ტონამდე მანდარინია გატანილი, 12,000 ტონამდე არასტანდარტული მანდარინი კი უკვე გადამუშავდა. მოგესალმებით, ეს BMG რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმიან ამბებს BMG-ს გუნდთან ერთად ნინო ტაბატაძე წარმოგიდგენთ. ახალი წლიდან ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება, მოსალოდნელია რომ მცირედი დაკორექტირდება გაზის გადასახადიც, ის რომ საომხმარებლო ტარიფების გარკვეული ცვლილება მოხდება, ადასტურებს CEMEX-ის თავმჯდომარეც. მარეგულირებელი კომისია ახლა ითვლის, რამდენი თეთრით მოხდება დენის გაძვირება და საბოლოო გადაწყვეტილებას 29 დეკემბერს გამოაქვეყნებს. შექმნილ ვითარებაში ტარიფების გაზრდას გარდავალ პროცესად აფასებს CEMEX-ის თავმჯდომარე დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის გაძვირებაზე ორი ძირითადი ფაქტორი მოქმედებს: დაგეგმილი ინვესტიციები და გაძვირებული ენერგიის ფასი. მარეგულირებელი აცხადებს, რომ გაზრდილი ენერგომოხმარების პირობებში იაფიანი ენერგიის ადგილს იკავებს სხვა შედარებით უფრო ძვირი ენერგია, იქნება ეს ადგილზე გამომუშავებული თუ იმპორტირებული. ამასთან ელექტროენერგიის მიწოდების გაუმჯობესებისთვის კომპანიები მომდევნო 5 წელიწადში $2 მილიარდი ინვესტირების ვალდებულებას იღებენ. დღეისათვის საქართველოში საფეხურებრივი ტარიფი მოქმედებს. თელმიკოს ტარიფები საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის დღგ-ს ჩათვლით 15-დან 26,600 თეთრამდეა. ეპო ჯორჯიას მიწოდების ტარიფი კი 14,700 თეთრიდან 27,900 თეთრამდეა. საომხმარებლო ტარიფის ზრდაზე ორი მთავარი ფაქტორი ახდენს ზეწოლას. ერთი ეს არის საინვესტიციო კომპონენტი, რა თქმა უნდა, და მეორე ეს არის გაზრდილი ენერგიის ფასი. ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ გაუმჯობესდეს ელექტროენერგიის მიწოდება როგორც რეგიონებში, ასევე დედაქალაქში. ამ მიზნით შევითანხმეთ ახალი საინვესტიციო პროექტები და მომდევნო 5 წლის განმავლობაში რეგიონებში $1.5 მილიარდზე მეტის ინვესტიცია განხორციელდება იმისათვის, რომ გამოიცვალოს მოძველებული საყრდენი ბოძები, გადამცემი ხაზები და ასე შემდეგ. ასევე მოწესრიგდება ქვესადგურები, ტრანსფორმატორები. დედაქალაქში 5 წლის განმავლობაში $400 მილიონამდე ინვესტიცია განხორციელდება, ასევე თელასის ქსელში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე ქვეყანაში იზრდება. აქედან გამომდინარე, ის შედარებით იაფიანი წყაროები, რაც ჩვენ გვაქვს ელექტროენერგიის, მაგალითად თქვათ, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, ასევე რამდენიმე საშუალო ხესის მიერ გამომუშავებული ენერგია, სულ უფრო მცირეა იმ გაზრდილ მოხმარებაში. აქედან გამომდინარე, გაზრდილი მოხმარების პირობებში იაფიანი ენერგიის ადგილს იკავებს სხვა შედარებით უფრო ძვირიანი ენერგია. ნოემბერში თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა წინა თვეებთან შედარებით შენელებულია. კოლერს ჯორჯიას მონაცემებით გასულ თვეში ბაზარზე 3,778 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, მცირედით მეტი ვიდრე შარშან. როგორია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სექტორისთვის 2025 წლის ბოლო კვარტალი, როგორ აჯამებენ წელს დარგის წარმომადგენლები და რას უნდა ველოდოთ ფასების მხრივ მომავალ წელს. ანუკა ჯოხაძე მოისმინა შეფასებები, რომელსაც ახლა ჩვენს გაგვიზიარებს. ანუკა, გისმენთ. ნინო, კოლერს ჯორჯიას მონაცემებით უძრავი ქონების ბაზრის ზომამ ნოემბერში დაახლოებით $300 მილიონი შეადგინა 2024 წლის ნოემბერში არსებული $267 მილიონი შემდეგ. წელს 11 თვეში ჯამურად სულ 37,000-ზე მეტი საცხოვრებელ ბინაზე შედგა გარიგება. ბაზრის ზომა კი 2025 წელს თითქმის $3 მილიარდს აღემატება. უძრავი ქონების ბაზრის მოთამაშეები 2025 წელს შეგვიძლია ვთქვათ, რომ დადებითად აფასებენ და მათი ნაწილი ამბობს, რომ წელს ზრდითაც დაასრულებენ. ბიზნესის წარმომადგენლების შეფასებით განსაკუთრებით აქტიური წლის ბოლო კვარტალი იყო, რასაც დეველოპერული კომპანიების მხრიდან ფასდაგლებებმა შეუწყო ხელი. ზოგადად აქტიურია ხოლმე განსაკუთრებით ვთქვათ დეკემბერი და დეკემბრის ტენდენციაც ესეთია ვთქვათ დღეის მდგომარეობით ჩვენ შემთხვევაში, თუმცა ზოგადად ოქტომბერმა და ნოემბერმა მნიშვნელოვნად
გადააჭარბა ჩვენ მოლოდინებს. ცოტა სპეციფიურია ეს ბიზნესი, ხო რა რაოდენობის პროდუქტიც გაქვს. გამოდანი ბაზარზე იმის მიხედვით ხდება, ვთქვათ, ეს აქტივობა, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეს არის, ვთქვათ, ერთი კონკრეტული პროექტი რა შევადაროთ, რომელიც გაგიდობი მიდიოდა როგორც წინასწრის განმავლობაში, ისე 2025 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა დაახლოებით 30-35%-ით გაყიდვები. მიმდინარე 20-25 წელი ცალსახად რეკორდული იყო არქივისთვის. მთავარი ცვლილება რაც ამ პერიოდში იყო, ეს არის ჩვენთვის ის პრემიუმ პროექტები, რომელიც დავიწყეთ 2024-ში და გავაგრძელებთ 2025-ში ახალი პრემიუმ პროექტები. დიდი მოთხოვნა დაფიქსირდა. გამომდინარე იქიდან რომ 2 კვირა წლის დასასრულამდე დარჩენილი, გვაქვს უკვე ეს დაახლოებით მოლოდინი რა პროცენტით გვექნება და თანხობრივი მაჩვენებლით ეს არის დაახლოებით 75%. უძრავი ქონების ბაზარზე მთავარ გამოწვევად 2025 წელს საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს დამფუძნებელი კაპიტალის მობილიზაციას ასახელებს, რის გამოც ბაზრის მოთამაშეებს მომხმარებლებისთვის გადახდის განსხვავებული სქემების შეთავაზება მოუწიათ, განსაკუთრებით გააქტიურდა შიდა განმარტებები, მათ შორის მიღმა ამისა ტენდენციებს შორისაა სექტორის გამსხვილება და მომხმარებლების მოთხოვნილებების ცვლილება. წლევანდელი წელი დეველოპერული სექტორისთვის გამოწვევა იყო კაპიტალის მობილიზაციის ნაწილში, ვინაიდან ბანკებმა შეცვალეს პოლიტიკა დაკრედიტების კუთხით დეველოპერული სექტორისთვის. ამიტომ დეველოპერულ სექტორს მოუწია ადაპტაცია გარკვეული გადახდის პოლიტიკის ცვლილების მიმართულებით. წელს დეველოპერულ სექტორში შეინიშნება გამსხვილება და ძირითადად მსხვილი მოთამაშეები უფრო მკვეთრად ჩანან ბაზარზე და მომავალი წლის ტენდენციაც იგივე იქნება ჩვენი აზრით და დღეს ჩნდება ბევრი ახალი დეველოპერული პროექტი ახალ ტერიტორიებზე, მაგალითად იგივე ორთაჭალაში რამდენიმე მსხვილმა დეველოპერმა ერთდროულად დაიწყო ძალიან მასშტაბური პროექტები. დაემატა ახალი მოთხოვნები და კრიტერიუმები, ვთქვათ, მომხმარებლების მხრიდან, რასაც უყურებენ, როდესაც არჩევენ უძრავ ქონებას. შესაბამისად, ჩვენც გვიწევს, ვთქვათ, ფეხი აუღოთ ამ მოთხოვნებს და ამიტომ მეტად განვითარდა ბაზარი. ვთქვათ, იყო რაღაცა ისეთი ტრადიციული მოთხოვნები, ხო, მოგეხსენებათ, ეს არის ლოკაცია, ვთქვათ, არქიტექტურა, ბიზნეს გეგმარება და ასე შემდეგ. ამას ეს მნიშვნელოვნად შეიცვალა ეს ტენდენციები, ამას დაემატა ბევრი და ვთქვათ, იქ რეკრეაციული სივრცეები, საზოგადოებრივი დასვენებელი სივრცეები, ხელმისაწვდომობა, საგზაო ინფრასტრუქტურა, ზოგადად მისასვლელობა კომპლექსის და ასე შემდეგ. რაც შეეხება ფასებს, ბაზრის მოთამაშეები ამბობენ, რომ 2025 წელი ამ მხრივ სტაბილური იყო და ბაზარზე უძრავი ქონების ფასები ბუნებრივად 4-5%-ის ფარგლებში იზრდებოდა. მათი მოლოდინით ეს პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება და სავარაუდოდ 2026 წელს უძრავი ქონება საქართველოში სტაბილურად 4-5%-ის ფარგლებში გაძვირდება. უფრო მეტ საინტერესო დეტალს თუ როგორი იყო 2025 წელი უძრავი ქონების ბაზრისთვის საქმის კურსის შემაჯამებელ გამოშვებაში მოისმენთ. მადლობა ანუკა, უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციები ანუკა ჯოხაძემ გაგვაცნო. საქართველოს პოსტამ საზღვარგარეთ ამანათების გაგზავნის ტარიფები გაზარდა. ტარიფების ცვლილების შესახებ ინფორმაციას BMG-ს ცხელ ხაზზე უდასტურებენ და აღნიშნავენ, რომ გაზრდილი ტარიფები დეკემბრიდან ამოქმედდა. განახლებული ტარიფებით საბერძნეთის, კერძოდ ათენის მიმართულებით 1 კილოგრამამდე ამანათის გაგზავნის საფასური 1,7 ევროდან 2,2 ევრომდე გაიზარდა, რაც დაახლოებით 30%-იანი ზრდაა. ესპანეთის ბარსელონას მიმართულებით განახლებული ტარიფი 3,7 ევროა, რაც აღემატება აქამდე არსებულ 3,2 ევროს. იტალიის მიმართულებით ასევე გაზრდილია ტარიფები და ბარის შემთხვევაში 3,65 ევროა, ხოლო მილანის შემთხვევაში 3,2 евро, რომის შემთხვევაში ასევე 3,5 евро. საფრანგეთის მიმართულებით ტარიფი 50 ცენტით 5,5 ევრომდე გაიზარდა. პოლონეთის მიმართულებით კი ტარიფები 15,1 დოლარიდან 16,7 დოლარამდეა გაზრდილი. ზრდა არის გერმანიის შემთხვევაში 5 კილოგრამამდე ამანათის ახალი ტარიფი 91,9 ლარია, რაც აქამდე არსებულ 83,2 დოლარს, რა თქმა უნდა, აღემატება. საქმის კურსი ამით დასრულებულია. 7 საათზე თქვენთვის საქმიან ამბებს ანა ლაპიაშვილი შეაჯამებს. ნახვამდის.